მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია წითელი ზონა, რადიო თავისუფლების და პირველი არხის ერთობლივი პროგრამა. ჯიმშენ რეხვიაშვილმა იგივე დათო ქარდავამ დაწერა წიგნი მტკვარზე, დაწერა მტკვრის ისტორია. დაწერა და გამოსცა შესანიშნავი ლამაზი წიგნი მტკვარი და მისი ორი ნაპირი. ეს არის მტკვრის ისტორია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. დიახ, აღმოჩნდა რომ მტკვრის ფერის ცვალება გარკვეული თვალსაჩინით საქართველოს უპირველეს ყოვლისა საქართველოს დედაქალაქის თბილისის ფერის ცვალება და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მტკვრის ისტორია გარკვეული თვალსაჩინით ჩვენი საზოგადოების განვითარებასაც გამოხატავს. გაგიკვირდეთ, ნამდვილად გაგიკვირდეთ, მაგრამ აბა მოდით ვაღიაროთ, რამდენ ჩვენგანს ახსოვს საერთოდ ყოველდღიურად მტკვარი. ვინ სეირნობს მტკვრის პირას და ვინ ფიქრობს დღეს მტკვრის პირას. არის თუ არა მტკვარი საქართველოს დედაქალაქის სახე. ამ კითხვებით მიმართეთ ჯიმშენ რეხვიაშვილს, რომელმაც თავისი ლამაზი წიგნის შესახებ გვიამბო გადაცემაში წითელი ზონა. ველოსიპედი ჩვენთვის არის როგორც ფიზიკური დატვირთვა, აგრეთვე რაღაც გარკვეულწილად გადაადგილების საშუალებაც. მაგრამ იმდენად დაბინძურებულია ეს სანაპირო ეკოლოგიურად, რომ აი ეს სუნთქვის საშუალება არ არის. მაგრამ აი ეს საკითხი დარჩა ძველებურად. ეს თავისთავად ეკოლოგიის საკითხი ელემენტარულად რომ არ დაანაგვიანა. აი ჩვენი უნიკალური სანაპიროა. ეს კომუნისტებიდან ეს მაინც დარჩა, რომ რაღაცა ეს გვარი მოაქციეს ის თავადში ბეტონის თავადში. და ეს ნელ-ნელა უკეთესად იქნეს გამოყენებული, უფრო მოეწყოს ინფრასტრუქტურა, ბილიკები, უბრალოდ დიდუბის საფეხურიდან დაახლოებით მეიდნა. ის რაც თქვა, ეს აღარ არის. 80 წლიდან თევზო, ვადაკი. სიჩქარე ეკოლოგიურად სულთანი ამდენ ნაგავი არ ეკრებოდა. არა, თევზი სამარეთ არის. ხალხს ახლა დავდივარ ზოგი ვერთობით. ზოგი მაგის ცხოვრობს, ორკიდი სამკილოს დაიცეს, მაგის სახში ოჯახი. აჭირება ძალიან დიდი. რა მეგობართან ერთად გამოვიდეთ 2-3 დავჭუ ბავშვს მოუყვა. დაუბერდით ამ ნაკვეთზე, ვიტყვი. უბრალოდ ოთაჩალაში თევზაო თაკო, აკეთა მოველი. ადიოდნენ ადრესი, მხიარულე, პრომეთი, კალისი მიხაროდ ერთმანეთს განაყო. ადამიანს კი მიხარია, მაგრამ ის რო აღარ არის, ყველა გაჭირებული. ვიღაცა დაიჭეს დიდ ხოლმე 100 გრამია, 200 გრამი მიხარია ეს, რომ ათო ოჯახის საჭიროებს მივიდა. შეერება. ასამალას ყველა გვიწი. ვერ გაიხდი შემოსავლით წყაროდ, იმიტომ რომ იმდეს ვერ დაიჭერ, რომ მტკვარზე თევზაობა არის ძალიან რთული. მტკვარზე თუ იცი თევზაობა ყველგან დაიჭერ თევზს. თან ვარჯიშო ველოსიპედით დავდივარ ხოლმე ვერწოდი. რაც ბემი და იმით აკრძალეთ მადები თევზაობა, იმის მერე მომრავლდა თევზი. მაგრამ გამე მაინც დაძურებიან ბრაკონიერები იჭერენ მაინც რა. ვარდო. აი ეკო ჩამოივლიან ესე. იჭერენ რა. მაგას არ გაუშვები ხა მე კი ვიცი არა. რამდენჯერ გამოვიძახე ციგარემოს დაცვა? მე პირადად რამდენჯერ გამოვიძახე. რეაგირება არ ყოფილა არასდროს. აი უყურე კანალიზაცია ეგერ გამოდის. აი კანალიზაცია, იმის ზევით კანალიზაცია გამოდის, იქ კანალიზაცია გამოდის. აი უყურე დააკვირდი სულ კანალიზაციებია. ქაფი გამოდის ხოლმე კიდე ნარეცხი წყალი ჩადის, მანქანებს რო რეცხავენ. ერთი მაგარი დაბინძურებული. საერთოდ დაუთვისებელია ეს მდინარე. და პოტენციალები ძალიან ბევრი. ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება. გასართობი ბავშვების დიდები ჯარ ყველაფერი. მაგრამ სისულთავე თითქმის ყველას ვიცნობ, მე თევზზე ვინც არის ეხლა, ვინც თევზაობს საერთოდ, ყველა ერთმანეთს ვიცნობ რა. ერთმანეთში რაღაც პატივისცემა გვაქვს, რაღაც კარგი დამოკიდებულება ვუწევთ, რავი აბა. აკრინოლები არის და
ეს არის კაპოეტი. აცხვირი როგორაა. რამული მოდის და კაპოტი მოდის. წვერა მოდის. მარტო ანკის ფიცევზავა და დათობა ეს მარტო? რა თქმა უნდა, ნერვების დაწმარება. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ამდენი ხანი ვეძებდით ადგილს გადაღებისთვის. ტყვარზე. და პრინციპში პრობლემა გახდა. ადგილი, სადაც შევძლებდით გადაღებას და დავაკვირდებოდით, როგორ შეირნობს ხალხი მტკვრის პირას. მორჩა ეს დრო? კი, პრინციპში ეს დრო წასული არის. აი ჩვენ დედაენის ბაღში ვიმყოფებით. ეს არის ყოფილი მადათოვის კუნძული, ხო? აი აქ ახლა ფაქტურად ერთადერთი ბაღი არის მტკვრის პირას და აქაც სიხალვათი არის. იმიტომ რომ აი ჩვენც აქ მოვედით, ფეხით მოსვლა არის ძნელი, უნდა გადმოხვიდე ხიდზე, უნდა გადმოხვიდე იუსტიციის სახ და აი ეს პირდაპირი მოსასვლელი ქალაქს მტკვართან აღარ აქვს, ხო? აი ეს მიუყვება სანაპირო გზატკეცილი, რომელსაც შუქნიშნებიც კი აღარ აქვს, რომ ეს იოლად გადმოკვეთოს აქ. და წარმოიდგინეთ ბავშვებისთვის, ბავშვებიანი ქალებისთვის, მოხუცებისთვის როგორი არის, როგორ რთული არის მოსვლა მტკვართან. და ეს ახლა ესე თორემ მტკვარი იყო თბილისის ნაწილი, მტკვარი იყო თბილისი პრინციპში, აი ესე იყო. და ყველაფერი შენდებოდა მტკვრის ბუნებრივია. მტკვარი განსაზღვრავდა თბილისის იერსახეს. აი მტკვრიდან იკითხებოდა თბილისი, აი როგორც ესე ტერასა, ხო? აი მტკვრიდან მოჩანდა ესე თაწმინდამდე მთელი ეს განაშენიანება როგორ იყო. ყველა სახლი, ყველა ნაგებობა იქნება საკულტო, საერო, სავაჭრო, რავი, ნებისმიერი ტიპის შენობა თვითონ საზოგადოება ისწრაფოდა მტკვრისკენ. ყველაფერი სავაჭრო ადგილები, ქარვასლები იყო განწყობილი. არა მარტო მოსასვლელად გახდა ძნელი, არამედ მიზანიც არ არის, რატო უნდა მოხვიდე მტკვარ. კი, რასაკვირველია. აი რომ წარმოვიდგინეთ, ჩვენ ახლა სადაც ვდგავართ, აქ ხდებოდა აი აქ იმართებოდა ეს რელიგიური დღესასწაული, აქ ხდებოდა ნათლობა, აქ იყოს ქარვასლები, ხო? ეს ყველაფერი შეეწირა ამ თბილისის ეგრეთ წოდებულ ევროპეიზებას, რაც დაიწყეს 30-იან წლებში კომუნისტებმა. მოშალეს ეს მთლიანად სანაპირო. გადაიშალა უძველესი ქალაქის ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი. ძნელი ამოცანა იდგა ადამიანების წინაშე. უნდა დანგრეულიყო ძველი დრომოჭმული რეჟიმის ბასტიონები და შეცვლილიყო ახლი. შაითან ბაზარი, აშპაშხანა, სახედარი და ბორანი, არღანი და რუქანი. ძველი თბილისის მარტო ეს რომანტიკა და ეგზოტიკა ძალზე ცოტა იყო იმ თაობისათვის, ვინაც საკუთარი მარჯვენით გამოსჭა და გამარჯვება ხალხის. ცერაქვი და ბარის ასწაულებს ახდენ და რამე თუ კაცთა სიხალისე, შრომის სიხალისე ყოველგვარ სიძნელესა და დაბრკოლებას სჯაბნიდა. მტკვარი ხალხის სამსახურში ჩადიოდა. ზაჰესი ქალაქს ანათებდა, ფაბრიკებსა და ქარხნებს ამუშავებდა. მოგვიანებით მტკვარი ბეტონის არტახებითაც შეკრეს და საბოლოოდ მოაქციეს თანამედროვე კალაპოტში. მაღლა მიიწევდნენ ხარაჩოები. გაიმართა და ახალ ყაიდაზე გამოეწყო თბილის ქალაქი, მაგრამ ადრინდელი შნოდალაზათი არ დაუკარგავს. თბილისელმა ლამაზმანებმა სწრაფად აუგეს ალღუ იმდროინდელ სტილს, ხოლო კავალერებს არც არასდროს კლებიათ პეციანი მიხვრა-მოხვრა და დარბაისპური სიტყვა პასუხი. რუსთაველის პროსპექტის სახელგანთქმული ჭადრების შრიალი ჯერ კიდევ მომავლის საქმეა, მაგრამ უკვე ბევრი რამ კეთდება რესპუბლიკის მთავარი ქუჩის გასამშვენიერებლად. ხარაჩოებშია მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დიდებული შენობა. აი ახლა რო უყურებთ ჩვენ მტკვარს, აქ საკმაოდ ფართია მტკვარი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის 1/13 დარჩენილი იმისგან, რაც იყო. გაცილებით მეტი ის ჰქონდა კალაპოტი, ხო?
ლექსიკონში როცა შევხედოთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მდინარე ეწოდება წყალს, რომელიც თავის ბუნებრივ კალაპოტში მიედინება. ეს აღარ არის ბუნებრივი კალაპოტი, ხო? გასაგები ახლა აქ იყო მადათოვის კუნძული, რომელსაც არ ქონდა ესე იგი ერთმნიშვნელოვანი რეპუტაცია და ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მწვანე კუნძული, სადაც მოხვიდოდი და დაისვენებდი. აი ერთ მწერალი ამბობს, რომ აი განსაკუთრებით უკვე 20-იანი წლებისკენ სანამ ამოავსებდნენ ამ სანაპიროებს გაიყვანო, აი ოფოფის ბუდესავით ყარდაო, მაგრამ და რა ხდებოდა ასე? აქ იყო ყველაფერი, აქ საეჭვო ამბებიც ხდებოდა, აქ ნაგავსაც ყრიდნენ. ეს ნაგვის მტკვარში ჩაყრის ტრადიცია მოდის ძალიან შორი იმიდან, აი მერვე მე-9 საუკუნედანაც კი აი მახსოვს ამ მტკვრის წიგნზე რომ მუშაობდი, ხო, აი ის არაბი მოგზაური წერს, რომ გაკვირვებული რომ სახლები ისე ახლოს არის, რომ მდინარიდან ხო, რასაც აივნიდან ყრიან, ყველაფერი წყალში ცვივაო, ხო, ნუ ასე იყო მადათოვის იმაზე, ნაგავს საყრელიც იყო, მაგრამ ამის სხვანაირად გაკეთება შეიძლება, არ იყო ეს გასაქრობი ადგილი და განსაკუთრებით არ იყო გასაქრობი მეორე კუნძული, ორთაჭალის კუნძული, რომელიც ის ნამდვილი ბაღი იყო, ნამდვილი ჭალა იყო, იქა ხილიც მოდიოდა და ის იყო მოკლედ აი ზაფხულში, როგორი ზაფხული იცის თბილისმა და აი ამ ხვატში, ამ ტვერში და იმაში ნამდვილი ცხონება იყო და ახლა სად არის ის ორთაჭალის კუნძული? ორთაჭალის კუნძულის ადგილას არის ის ჩავარდნილი ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაჭალჰეს რო გაცდებით. ახლა უახლოვდებით ახალ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. ცემენტის დიდი ჰესი წყლის დონეს 75 ფუტამდე წევს. მას უზარმაზარი რეზერვუარი აქვს, საიდანაც წყალი ჯერ არხებში მიედინება. შემდეგ ტურბინებში გადის და მექანიზმის ამოქმედებას იწვევს. სადგური თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ელექტროენერგიით ამარაგებს. From an altitude of 2400 2400 ფუტის სიმაღლეზე დავითის მთიდან საქართველოს დედაქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება. ევრაზიის სასაზღვრო ზოლის მეტროპოლისი ცხელი გოგირდის აბანოებით განთქმული ადგილია. სიტყვა თბილისიც თბილ წყალს აღნიშნავს. Like most Near Eastern cities, Tiflis is divided into როგორც ახლო აღმოსავლეთის ქალაქების უმეტესობა, თბილისიც ორ ძველ და თანამედროვე ნაწილად იყოფა. თბილისი კოსმოპოლიტური ქალაქია. აქ ცხოვრობენ ქართველები, ებრაელები, სპარსელები, სომხები, თურქები, თათრები და მთის ხალხი, რაც თამამი თავისუფლების მაჩვენებელია. აქ მდინარეზე წყლის წისქვილებს ნახავთ. წყლის დონის ამაღლების გამო, რასაც გაზაფხულზე თოვლის დნობა იწვევს, დინება ბორბლებს ატრიალებს და წისქვილი მოქმედებაში მოჰყავს. ფქვილი აქ ძალიან ძველებური მეთოდით მიიღება. ევროპიზაციას შეწირავ რო ამბობ. ესე იგი ეს პრინციპში ევროპამაც გაიარა ეს პროცესი? დინარის მიმართ ასეთი გამოკიდებულება. მოდით ასე მე ამ წიგნზე მტკვარზე მუშაობა დავიწყე, პიტერ აკროიდის წიგნი არის ტემზა წმინდა მდინარე. ყველა მდინარეს განსაკუთრებით დიდი ქალაქების მდინარეებს აქვს ეს პრობლემა. იმიტომ რომ მოსახლეობა იზრდება, მრეწველობა იზრდება, ეს ნარჩენები არის, რომელიც უტილიზაცია ჭირდება და ყველაზე მარტივი გამოსავალი არის რომ მდინარეს გაატანო, მდინარე ისედაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და უხმოდ აიტანს ყველაფერს. ბევრ ქალაქს აქვს ეს პრობლემა. მაგრამ ნუ შეიძლება სპეციფიკაც იყოს, რელიეფის გამოც იყოს, მტკვარს არაფერი სჭირდა სამაგისო. აქ შეიძლებოდა მოფიქრება. სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა. მე მესმის რომ შეიძლება სხვა დიდ ქალაქებსაც ჰქონდეთ ეს მდინარესთან მისვლის პრობლემა და მდინარის ასე ვთქვათ ქალაქის ცხოვრებაში ხელახლა ჩაწერის პრობლემა, მაგრამ მტკვარს არ ჰქონდა ეს, იმიტომ რომ მტკვარს საცხოვრებელი სახლებიც კი აი როგორ გითხრათ, არჩილ სულაკაური, აი მტკვრის და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეხოტბე და ალბათ უკანასკნელი მოჰიკანი. აი მას აქვს ესე ჩუღურეთული მოთხრობები, ესეთი ციკლი აქვს, ხო? ის აღწერს ჩუღურეთში, აი მტკვარზე ცხოვრებას.
როგორ ეს სარდაფების ველი იყო, როგორ ეს წყლის დონე, აი როგორ იყო ნავები დაბმული ამ სახლის კედლებზე, კიბეებზე როგორ შემოდიოდა. აი ახლა ვენეციის ხიბლი, ბევრი სხვა რაღაცის გამო, ხო ისიც არის რომ აი ეს წყალი შემოჭრილი არის რაღაც არაბუნებრივ გარემოში, ხო? შვეიცარი ამბობს, რომ 2 საათზე კეტავს. შესანიშნავი კოლექციაა. რთულია ვინმემ გასიამოვნოთ. მინდა ანტიკვარიატის მაღაზიაში დავბრუნდე. ვერაფერს გავხდებით, მომდევნო კერძს უნდა დაველოდოთ. როგორც ცხოველები. ამ პატარა ნიუანსებზე ნერვიულობას მალე შეწყვეტით. შენიშნავთ, რომ პრობლემები და მოვალეობები არ გაწუხებთ და შემდეგ მოუსვენრობა შეგიპყრობთ. კვარი და თბილისი იყო რაღაც ვენეციის რაღაც მსგავსი მოდელი, განსაკუთრებით აი ამ ადგილიდან დაწყებული მეტეხამდე, ხო? აი ეს ორი წკრივად იყო ჩამწკრივებული დინარიდან ამოსდილი სახლები. აი მიუხედავად რომ ნაგავს ყრიდნენ, ალბათ სწორედ ამიტომ რომ მტკვარს მუდმივად უყურებდნენ, შეიძლება უფრო სუფთა იყო ვიდრე დღეს არის. ხო, მტკვარი სუფთა იყო ალბათ იმის გამოც რომ მოსახლეობა ცოტა იყო. ეს ერთი მიზეზი, მაგრამ მტკვრის სუფთავის პრობლემა ყოველთვის იყო. მტკვარს იყენებდნენ სასმელწყლად. იყენებდნენ აი ახლა დაუჯერებელია, მაგრამ მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე, 30-იან წლებამდეც. მე აი აქ ახლა ბუკინისტები არიან ჩამწკრებული, აქ მოვძებდნენ რაღაც ლაბორატორიის, რაღაც კრებული იყო, აი ეს წყლის ანალიზს აკეთებდნენ და იქ აღნიშნავენ, რომ მტკვრის წყალი ერევა ისევ სასმელწყალს და ეს არის 30-იანი წლები, ხო? სისუფთავის პრობლემა ჰქონდა ბუნებრივია, მაგრამ ხო, ჰქონდა ეს პრობლემა და ამიტომ სასმელ წყალს ყველგან აი ამ მიხეილის ხიდს იქით იყო რეკომენდირებული, რომ წყალი აეღოთ. აქეთ უკვე მოგეხსენებათ მიხეილის ხიდის ზემოთ გარეუბნად ითვლებოდა, მაშინ არ იყო ესე კარგად დასახლებული თბილისი და წყალის აქეთ მადათოვის კუნძულს აქეთ, ანუ ეს მიხეილის ხიდის ქვემოთ არ იყო რეკომენდირებული, ბინძური იყო ეს წყალი და ჰქონდა ეს პრობლემა, მაგრამ ისევ და ისევ. ამაზეც იფიქრეს სიტყვაზე თბილისის ევროპეიზაციას რო აპირებდნენ. თბილისის ტერიტორიაზე მტკვარში 30-ზე მეტ ადგილას ჩადიოდა კანალიზაცია. აი წარმოუდგენდა ღიად ჩადიოდა, ხო? ორთაჭალ-ჰესი რო შეაგუბეს, აიწია წყლის დონემ და ზოგი ჭირი მარგებელი არის, რომ ეს კანალიზაციის ჩაღვრა შეუძლებელი გახდა და გააკეთეს მერე ცენტრალური კოლექტორი, რომელიც დღემდე მუშაობს, მტკვრის ორივე სანაპიროდან მიუყვება, გაივლის რუსთავს, წარმოიდგინე ამ ხელარის და სადღაც გარდაბანის ტერიტორიაზე გამწმენდ ნაგებობას უერთდება და იქ იფილტრება. თბილისი განთქმულია თავისი სილამაზით. ქალაქის ცალკეულ ხედებს ფოტოსურათებზე აღბეჭდავენ ტურისტები და რა დასანანია. რვამ ფოტოებზე მტკვრის ორივე ნაპირზე განლაგებული საკანალიზაციო მილებიდან გამომდინარე წყლებიც არის აღბეჭდილი. ასე გამოიყურება მდინარე ლოჭინო, რომელსაც აბინძურებს დილოში განლაგებული წარმოება დაწესებულებები. ხოლო რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კომბინატის უხარისხო ნაწარმით მდინარის ხეობა თითქმის ამოვსებულია. საყოფაცხოვრებო ქიმიის ქარხნიდან პირდაპირ მდინარეში ყრიან საწარმოო ნარჩენებს. მათ შორის პლასმასის ყუთებს, რომლებიც შემდეგ სარწყავი სისტემის საშუალებით საწყო ფართობებში ხვდება. თბილისის ნავთობაზას აქვს ნავთობპროდუქტების დამჭერელი. მაგრამ დაჭერილი ნავთობპროდუქტები მოფენილია ნაგებობის გარშემო და წვიმის დროს ადვილად შეიძლება მოხვდეს მდინარეში. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო წყლების საწმედ ნაგებობას, იგი არ მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაკლებების დამამზადებელი საამქროს ნახმარი წყლების საწმენდი ნაგებობა დირექციის უყურადღებობის გამო არ მუშაობს. საშენ-მასალათა სამინისტროს ლილოს კომბინატის ნახმარი წყლების საწმენდი ნაგებობა არ მუშაობს. წყლის მეორადი გამოყენების აუზები გამოსულია მსხვერპლიდან. ხევში დარჩენილი ნავთობპროდუქტებით კვლავ ბინძურდება მდინარე ლოჭინო. აი, ასე გამოიყურება ეზო. კომენტარი ზედმეტია.
თბილისის მატყლის პირველადი გადამუშავების ფაბრიკის ნახმარი წყლები არა მარტო წყალსატევებისათვის არის საშიში, არამედ საერთო გარემოსთვისაც. წყლების საწმენდი ნაგებობანი პრიმიტიულია და ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას. ამიტომ გაუწმენდავი წყლები ხან სარწყავარხში ჩაედინება, ხან კი საკანალიზაციო კოლექტორში. რუსთავის ქიმიური ქარხნის ვაგონების სამრეცხაოს არ გააჩნია არავითარი საწმენდი ნაგებობა და ნარეცხის საშიში წყლები გუბეებად დგას. შემდეგ კი ჩაედინება მტკვარში. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კოქსის საამქროდან გამოსული წყლები გუბეებად დგას. ხშირ შემთხვევაში წვიმის დროს გადმოდის გუბეებიდან და უერთდება მტკვარს. სწორედ ამან გამოიწვია 1977 წლის სექტემბერში მტკვარში თევზის ერთიანად განადგურება. სისუფთავის პრობლემა ჰქონდა მტკვარს, მაგრამ ისევ და ისევ ვამბობ, რომ შეიძლებოდა სხვანაირად მოფიქრება და გადაჭრა. არ იყო მტკვრის, ასე ვთქვათ, მოწყვეტა საჭირო. ბევრი დაკარგა. ბანაობა ბუნებრივი. ეხლა ვიხსენებ ფილმები თუ არის, არის მტკვარში ბანაობები. იცით რა, აი მაგით დავიწყებ მაშინ ესეთი თბილისი ქართულ კინოში ესეთი წიგნი არის ოლიკო ჟღენტის მგონი, ხო? ბათუმიც არის და ხო. აი იქ არის ესე რომ კოტე მარჯანიშვილმა ხო ერთ პერიოდი რეჟისორობდა, ხო რაღაც ფილმს იღებდა და აი მეტეხის ხიდიდან ჭირდებოდა ზამთრის პერიოდი იყო თუ რა ხიდიდან უნდა გადამხტარი იყო პერსონაჟი და ვერავინ ვერ გაბედა თუ რაღაცა და ეს კოლია შენგელაია, რომელიც ცნობილი იყო თავის ექსცენტრიული, გადახტა და ნუ ძალიან ესეთი სამსახური გაუწია. აივნიანი ქალაქი ესეთი წიგნი არის ნიკოლოზ გაბაონის, მე ვფიქრობ აი თბილისზე დაწერილი ყველაზე ეპიკური და ესეთი რომანი არის. იქ ეს ერთ-ერთი პერსონაჟი ესე ამბობს, რომ ასწავლის თავის შეგირდს ხელოსანი, ასწავლის ცურვას, რომ ქალაქელმა კაცმა ცურვა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მტკვარი იყო როგორც ასე ვთქვათ გაგრილებისთვის და ასე საბანაოდ გასართობად, ასე იყო თავის ხსნის საშუალებაც, ხო უამრავი შემთხვევა არის, რომ მეტეხიდან პირდაპირ გადამხდა კამო მაგალითად ბუდუმდივანმა და შეუტანეს სახერხი რაღაც ბორკილებიც გადაიჭრა და რო საშუალება რო ნახა თოკით გადმოეკიდა ის გაუწყდა თოკი გადავარდა მტკვარში და ცურვა რო არ ცოდნოდა და აიხჩებოდა ალბათ გორელი იყო და ცურვა იცოდა მტკვარისგან. მოკლედ აქ ბანაობდნენ, აქ ცურავდნენ, აქ ერთობოდნენ, აქ ტივით ეშვებოდნენ და გარდა ამისა ასევე ხმოსნები თბილისის მაშინდელი თვითმმართველობა აპირებდა იმის გამო რომ გოგირდის აბანოები ვერ აუდიოდა ამ ჰიგიენის მოთხოვნილებას, მოსახლეობა იზრდებოდა, იქ დაანგარიშებული არის ფასის და რაოდენობის და გამტარუნანიანობის კუთხით, რამდენ ადამიანს შეეძლო გოგირდის აბანოებში ეს შესვლა და წლის განმავლობაში გამოდიოდა საშუალოდ ერთ ადამიანს 5 ჯერ უწევდა. გადაწყვეტილი იყო აი სადღაც აი მიხეილის ხიდის ზემოთ ესე ღია საბანაოს მოწყობა. მაგრამ ნუ რაღაც როგორც გაირუჯებოდნენ და აქ იქნებოდა ცივილიზებულად მოწყობილი საბანაო ადგილი, სადაც ესე იგი დაისვენებდა ამ ჰიგიენურ პრობლემებსაც გადაჭრიდა ადამიანი, მაგრამ ისევ და ისევ რაღაც არ იყო ფინანსური ის და სხვადასხვა ეს ნიკო ნიკოლაძის იდეაც იყო ეს და ძალიან ცდილობდა ამის ეს გაკეთებას. საერთოდ დინარი მტკვრის მიმართ ეს დამოკიდებულება, წყლის მიმართ ქართველის დამოკიდებულებას ხედავ. იცით რა, თუ სადმე ქართველს წყალი ყვარებია და ეს წყლის სტიქია ყვარები, ალბათ თბილისში ესა. აი წარმოუდგენელი არის, ხო, ახლა ჩვენ
გოგიდის წყლების არა, გამო. მტკვარზე ვამბობ, მტკვარი იყო ყველაზე კარგი გასართობი. აქ ჩამოდიოდნენ მწერლები, აი ეს ბარათაშვილმა ხო აქ მტკვარი და თავის ფიქრები შეურია. კი, ბუნებრივი არის ხო? აი ცისკრის რედაქციის ისინი ჩამოდიოდნენ და მტკვრის პირას ისხდნენ და იქ დროს ატარებდნენ და ფიქრობდნენ და საქეიფო ადგილები იყო. ქორწილებს იხდიდნენ მტკვარზე, აი ეს FC TV იყო გადაბმული, აი ეს ქორწილი მაყრიონივით მოდიოდა, FC TV გადააბეს და ესეთი ქორწილი გადაიხადეს, ეს მას ლადო გუდიაშვილსაც აქვს თავის ჩანაწერებში ეს როგორ გამოიყენებოდა მტკვარი გასართობად. ტივები, აი ნახატიც აქვს ლადო გუდიაშვილს, ესე იგი ბეწმინდობილი ქალი არის, ესე იგი ამ იმაზე ტივზე დაკრული და ეს არ ვიცი, აბადმყოფია. კრიზისი დაიწყო საბჭოთა ეპოქაში. ხო, კრიზისი და კი ბუნებრივია ეს რადიკალური გარდაქმნა რაც დაიწყო, ხო, ეს იყო ის 30-იან წლებში, 32-33 წელში ლავრენტი ბერია იყო მაშინ პირველი პირი და მიიღეს ესეთი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა და აი მაშინ გადაწყდა რომ აი ეს სანაპიროები ეს ამ ფორმით გაკეთებული იყო. მიზანი რა იყო, რომ ხალხს ესეირნა? ხალხს ესეირნა, იცით რა, აი რა უცნაური არის. აი ესეთ ხო გვახსოვს ჩვენ გეგმები, ხო? 1000-ნაირი გეგმა ქონდათ, ყველაფრის გეგმა ქონდათ, წიგნის წაკითხვის გეგმა, წიგნის დაბეჭდის გეგმა, ჩაის გეგმა და ის. აი სადღაც 30-იან წლებისთვის თბილისის მოსახლეობა იყო 300 რაღაც 1000. და რაღაც გეგმა ქონდა რამოდენიმე 5 წლებში უნდა გაზრდილი იყო 700.000-მდე თუ რაღაცა და ბუნებრივია თბილისის ისედაც უკვე გაზრდილი იყო. ერთი საუკუნის განმავლობაში თბილისის მოსახლეობა გაიზარდა, ნუ რამდენჯერ 20ჯერ, 30ჯერ გაიზარდა, იმიტომ რომ ივანე ჯავახიშვილს ამ ერთ-ერთ გამოკვლევაში აქვს სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-18 საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობა სულ 20.000-მდე იყო, ხო? გაიზარდა და ბუნებრივია ეს ქალაქს ჭირდებოდა ასეთი თბილისი ხო თვითონ ეს მტკვრის გასწვრივ არის აშენებული და ჭირდებოდა ეს გასწვრივი ასე ვთქვათ ხაზები და ნუ გადაწყდა აი ამ ფორმით გაკეთება. იცნათ, რომელსაც ასე დავარქვი. მას გაუმარჯოს ამ ბებერ თბილისს. დაუყურებ ჩემი ბავშვობის ქალაქს, ძველი უბნების წითელ კრამიტებს, დიდება შენ და სიკეთის ძალავ, ძარღვში რამხელა სითბო და მინთე. აღიქარებმა ყვითლად დალაქეს, როს ფოთოლცვენა მოჰყვა ირისებს, ასკაცში ვიცნობ ყველა ქალაქებს, თვალდახუჭული ვიგრძნობ თბილისს. ისი შვილი ხარ ეს სულ ერთია, ამცით და მიწით იყავ დღეგრძელი, მე შენ სიმღერას წელს და სევდიანს, სული უბერე როგორც შევძელი. თუ მის გაზაფხულს ჩემსავითელი, და თუ ჩემსავით შლეგი იყავი, მოდი ძმასავით მომხვიე ხელი, მოდი და თბილისი თქვა მითხარი, არაყდა ჟამი და კბელა აკმედ, ურდოთა მტერ თავისის რახველთა, ისი შენება დღეს იქცა საქმედ მომავლის გადასახედად, ეს ქუდზე კაცი იქითკენ მიდის, თუ მასში კაცის არის მისხალი,
სადგური ბავშვის და სიბრძნე დიდის დგას ბედთან მარად შეუღიგალი წაიღო მტკვარმა მამამ ქველობა და ჭიქით ყალბად ნაჭიქ ჭიკარი კურთხევა მარად მის ქართველობას ვისაც ქვეყნისთვის ეწვის ჯიგარი ვის მოხუზეუდეს სიგნის ზნეობის ბნელის და ნათლის ნაღდი ტიხარი რო საქმით და არ პირმოთ ნეობით ქასქასედება ფიქალს ფიქალი არადეფინოს პირინზე დილის ის წეს და კომაქს ყველას ვინც არის მას გაუმარჯოს ამ ბებერტყილის არც რა მქონია სხვა საფიცარი არ ვიცი ეს ძნელი სათქმელი აქ უნდა იყოს ჩართული ალბათ ეკოლოგები, არქიტექტორები, თვითონ ეს ლანდშაფტის სპეციალისტები, ურბანისტები, როგორ იქნება უფრო უკეთესი, ხო? წარმოუდგენელია რომ აი რო ჩავთვალოთ ჩვენ გმირთა მოედნიდან, უფრო შორიდანაც ალბათ მეტეხამდე, ხო? აი ერთი შუქნიშანი არ შეხვდება და როგორ გინდა მტკვართან მოხვიდე და თან მოხვალ და დაგხვდება ეს როგორც ამაყობდნენ ასე გრანიტის ვარცლში ჩაწვენილი მტკვარი, ხო? ხიდები ხო ხიდები რამდენად მნიშვნელოვანია ერთ ფრანგ პოეტს აქ ახლა ვერ ვიხსენებ ხო სენაზე აქ ნათქვამი რომ სენას ისე უხდება ხიდები როგორც ქალს ესე სამკაულები და სამაჯურები ქალის ხელსო ბუნებრივია ეს იმის გამო რომ ქალაქი არის სიგრძეზე გაშენებული ეს საჭირო არის ასე ვთქვათ ეს გამჭოლი მართკუთხა კავშირებით ბუნებრივია რომ ქალაქი ორ ნაწილად გაიყოფა რომ არ იყოს ეს ხიდები ამ ხიდების ისტორია ძალიან საინტერესო არის და ეს ლამაზი ხიდებიც აგვაქვს აი ეს მიხეილის ხიდი სიტყვაზე ეს რომელიც ვორონცოვ მაშინა უძველესი ხიდი არის ხო ეს სკუდიერი მისი პირველი არქიტექტორი მე ის ვერ დაასრულა მან ის გარდაიცვალა ხიდიც კარგია ბარათაშვილის მუხრანის ხიდი იყო ბარათაშვილის ადგილას ბუნებრივია კარგი იყო რაღაცით აი მუხრანის ხიდს ფორმით და იმით გავს ის ხიდი რომელსაც ახლა მშვიდობის ხიდს უწოდებენ ამაზე ბევრი ის იყო დისკუსია რომ რა იქ თანამედროვე სტილი და პოლიტიკაში შემოვარდა იმიტომ რომ ივანიშვილი ამბობდა უნდა ეს ხიდი უნდა დაინგროს მე ვფიქრობ რომ მაინც რაღაცნაირად მიიღო ქალაქმა ერთი რომ რაღაც ფორმით გავდა მუხრანის ხიდს და მეორეც ის რომ აი მეტეხის ერთ-ერთი ხიდი ვირის ხიდს უძახოდნენ ასე ფეხით სასიარულო ხიდი იყო და აი ეს საფეხმავლო ხიდის ტრადიციაც იყო მტკვარზე ესა და ფეხით გადასასვლელი აუცილებელი არ არის რომ მაგალითად ტრანსპორტით გადაიარო ხო Mr. President thank you to everybody thank you so much მინდა მოგესალმოთ ყველას დიდი მადლობა უთხრა თბილისის მერს და ამ ხიდის არქიტექტორს და პროექტებელს დღეს არის 9 აპრილი დღეს არის ჩვენი ეროვნული ერთიანობის დღე დღეს არის ჩვენი კივილიანი წარსულის გახსენების დღე მაგრამ ასევე დღეს არის დღე როდესაც ჩვენ სიმბოლურად ხსნით ხიდს როგორც ხიდს არა მხოლოდ მტკვრის ორ სანაპიროს შორის არამედ ხიდს საქართველოს წარსულიდან საქართველოს უკეთეს მომავალში ხიდს თაობებს შორის ხიდს რომელსაც ხიდს საქართველოს დიდ ისტორიას და თანამედროვეობას შორის ხიდს რომელსაც ვერაფერი ვერ ჩატეხავს და ვერაფერი ვერ ჩაანგრევს ხიდს რომელიც ასევე განასახიერებს იმას რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მმართველობის კონცეფციაში და სტილში ეს არის გამჭირვალეობა ეს არის მობილურობა ეს არის მიზანმიმართულობა ეს არის ის რაც ეს არის თანამედროვეობა ეს არის ის რაც ყველაზე მეტად შეესაბამება თანამედროვე ეპოქას უინსტონ ჩერჩილმა ყველაზე დიდმა მოაზროვე მე-20 საუკუნის პოლიტიკურმა ერთხელ თქვა ჯერ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენ შენობებს და შემდეგ ჩვენი შენობები გვაყალიბებენ ჩვენ ამიტომ ის რაც თქვა მიქელე დელუკიმ რომ მართლა დღეს თელი საქართველო არის სამშენებლო მოედანი მართლა ჩვენ იქნება ახალი ქართული არქიტექტურა და მინდა ხაზი გაუსვა რომ ეს არ არის არავის მიბაძვით გაკეთებული არავის გადმოღებული და მოპარული თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და საუკეთესო მიღწევებს ვიმეორებთ ამ ფორმის ხიდი რო არსებობს აი ეს ამ ფუნქციის ამ დანიშნულების ესეც კარგი არის
ხო, გადასარევი ხიდი არის აი ჩელუსკინელების ახლა თამარ მეფის ხიდი. სევერევის არქიტექტურის ანუ ამ ხიდებმა გააცოცხლა, გაალამაზა მტკვარი თვითონ. ბუნებრივია. გადაარჩინა მტკვარი შეიძლება. გადაარჩინა და მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი არის, რომ სულ სადღაც 35 კილომეტრი არის ეს თბილისის ეს დიამეტრი, ასე ხო გრძივი ისა და საკმაო რაოდენობის ხიდებია. ალბათ შეიძლება მეტიც არის საჭირო იმის გამო, რომ ძალიან გაიზარდა ქალაქი და ერთმანეთთან ტრანსპორტის ნაკადის პრობლემა არის, მაგრამ ალბათ არის ფუნქციურიც არის ეს ხიდები და ესე არ არის, რომ ეს ხიდები არ გამოიყენებოდეს და არ იყოს, ხო? მაგრამ აი ისევ და ისევ ზომიერების ამბავი, ხო? აი მეტეხის ხიდი, რომელიც მის ადგილას ორი ხიდი იყო, ეს ავლაბრის ხიდი და ეს მეტეხის ხიდი, სუსტი ხიდები, სადაც მხოლოდ ქვეითად მოსიარულებს უენაიერად, ან სუბუქა დატვირთულ აი ამ ხედრით, ხო? ერთ ხიდზე ერთი მიმართულებით, მეორე ხიდზე. ბუნებრივია იმის შეცვლა იყო საჭირო, ხო? მაგრამ ხო შეიძლება და ისე შეეცვალათ, რომ რაღაც მეტი არ დაეზიანებიათ. დააზიანეს რა? იქ იყო შიიტების მეჩეთი, შაჰ ისმაილის მეჩეთი, გადასარევი, ულამაზესი, აი ეს ფერადი შორენკეცები, რომელიც დაანგრიეს ესე უმოწყალოდ. ასევე იყო ახლა გაკეთებულია ნიშა იქ, სადაც აი ეს აბოთბილელის ასე დამწვარი სხეული გვამები ძვლები მოაგროვეს და ჩაყარეს და მე მის სახელზე იყო აშენებული იქ პატარა ეკლესია, ხო? ისიც დაანგრიეს და მე 70-იან წლებში აკაკი ბაქრაძეც ამბობდა, რომ იმას მაინც რას ერჩოდნენ, არანაირად ხელს არ უშლიდაო, მაგრამ როგორც ჩანს, აი ამ იმის თბილისის ასე ვთქვათ სოციალისტურ მშენებლობას უნდა შეწიროდა რაღაც მაინც ეს საკულტო ნაგებობებიც. ამაზე მაშინაც იყო დისკუსია, ბუნებრივია მაშინ ესეთი თამამი ხმა არ იქნებოდა სიძველის დამცველების, მაგრამ მაინც აყვედურობდნენ, ხო? ეს თვითონ ეს კანდიდ ჩარკვიანი თავის მოგონებების წიგში, სხვათა შორის ფანტასტიკურ წიგში, სადაც ფაქტობრივად ანგარიში აქვს ტექნიკური, რა გააკეთა, სად გააკეთა, სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ხედარგო, რამდენი კუბამეტრი მოიჭრა და ასე შემდეგ. იქ ამბობს, რომ რო დაუბრუნდი მოსკოვიდან, მოგეხსენებათ ეს სტალინის გარდაცვალების მერე გადაიყვანს, რო დაუბრუნდიო, სარგის კაკაბაძემო იმის აყვედურაო, რომ ის შიიტური მეჩეთი არ უნდა დაგენგრიათო და მე ვერ წარმომიდგენიაო რა ღირებულება შეიძლება და ქონოდა ერთი დაბალი უსახური რაღაცა იყო და დიდ მუსლიმურ კულტურას ამით არაფერი დააკლდებოდაო. ასევე უსაყვედურეს როგორც ჩანს აქ წყლის წისქვილები იყო. აი აქ აი ამ ტერიტორიაზე სულ აი ეს ულამაზესი წყლის წისქვილები იდგა ხო და აი ამ წყლის წისქვილების ასე ვთქვათ ხო შეიძლებოდა რაღაც დაგვეტოვებიაო რო უთხრეს და თავს იმართლებს რომ ეს ეკონომიკურმა კანონებმა გამოიწვიაო, აშენდა დიდი წისქვილ კომბინატიო, იქ უფრო რენტაბელური იყო სიმინდის, ფქვილის, იმის ხორბლის და ასე შემდეგ მიტანა. და ბუნებრივია ეს წისქვილები გაგრავდა. თან მაშინ ისეთ პრობლემებთან გვიწევდა ჭრილი, რომ ახლა ღია მუზეუმების მოწყობა და ამ იმის გადატანა არ გამოდიოდა. ეხა წისქვილი რო ყოფილიყო, ეს იქნებოდა უბრალოდ ბუტაფორია, ხო? ხო, მაგრამ ხო შეიძლება ის აი მაინც ესე არის, რომ საქართველოში ჩვენი რა ვიცი ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ესე იგი დამოუკიდებლობა თუ კი რამე ბიზნესი ყვავის, მაინც ეს არის რესტორნების ბიზნესი და თუნდაც ამ ფორმით ყოფილიყო. თბილისობის დროს ცოტა ხანი ცოცხლდება ხოლმე მტკვარი. ცოცხლდება, იმიტომ რომ განა არ ვიცით რომ ის უკეთესი იყო ესთეტიური თვალსაზრისით, ხო? განა არ ვიცით, მაგრამ რაღაც აი იმ რაღაც იდეოლოგიურ კლიშეებს, რაღაც ამოცანებს და იმებს შესწირეს. საქართველოს მეღვინეობით განთქმულმა კუთხეებმა თავის სიმბოლურად ღვინის აღლომზე მოიყარეს. მეტეხის ხიდზე გამართული თეატრალიზებული მსვლელობა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციას მიეძღვნა. უფრო დეტალურად კი საქართველოში მეღვინეობის განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ღვინის ქალაქში შეეძლოთ. სიმბოლური ქალაქი თბილისის მერმა გახსნა. ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის უფასო დეგუსტაცია თბილისობის სტუმრებს ყველა კუთხემ და მწარმოებელმა შესთავაზა. არის ღვინის სახლები, ყოველი სახლი არის ფაქტიურად ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა მეღვინეობის რეგიონებზე. მასში განთავსებულია სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი, ძალიან პატარადან ყველაზე დიდ მწარმოებლებამდე არის უფასო დეგუსტაციები, არის ჭაჭის კოქტეილები, რაც ინოვაცია არის. ქალაქური სიმღერები, ქსოვრელების შესრულებით ქართული კერძები და ტივიდან დანახული თბილისის ხედები. თბილისობას უკვე ტრადიციად ქცეული გასეირნების გარეშე არც წელს ჩაუვლია. დედაქალაქის მერმა ტივზე თბილისთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს უმასპინძლა. ჩემთვის განსაკუთრებული პატევია, რომ პირველად როგორც დედაქალაქის მერის რანგში მასპინძლობ ესეთ საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას. და მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ნახოთ თითეული ის ნიუანსი, თითეული ის ტრადიციული კულტი, თითეული ის ტრადიციასთან დაკავშირებული რამ, რაც ჩვენ
ხშირ შემთხვევაში არა ათეულობით წლებით, არამედ საუკუნეებით მოგდგამს, გვაქვს და რაც არის მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადაუხადოთ თბილისის მერს ამ მშვენიერ ქალაქში მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა, რომ თბილისის მერი ამ ძველი ტრადიციების აღნიშვნას განაგრძობს. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ბუნებრივია, რომ იდეაში ხო ყველა მიცის რა უკეთესი არის. ახლა წარმოუდგენელი არის, რომ როცა ანგრევს მე-18 საუკუნის რაღაც შენობას და მის ადგილას აშენებ შუშის თანამედროვე რაღაცას, ხო, რომელსაც არანაირი ისტორია არ აქვს, არანაირი ბიოგრაფია არ არის, სარკი არის ტურისტისთვის, აი ჩაიხედა და გაიარა, ხო, ისტორია არ არის. რაზეა ლაპარაკი, ხო, აი სულ ახლახან ის ლეჩკომბინატი, რომელიც კი ბუნებრივია, რომ სტალინის პერიოდია და საბჭოთა არქიტექტურა დაანგრიეს. ადგილი საიდანაც გალაქტიონის ასე ვთქვათ ბოლო ნაკვალევი ხო გაქრა და ახლა არის იქ ორმო ამოღებული დაემთხვა ფინანსური კრიზისი და ორმო დარჩა ის ქვა გადატანილი აქვს ეს მემორიალური სადაც მონიშნული აქვს ეგ წერტილი მაგრამ ის უაღარ იქნება ჩვენ თბილისზე ვლაპარაკობთ ძირითადად მაგრამ მტკვარი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია თუ არა სხვაგან იცით რა არის აი უცნაური რაღაცა არის ხო აი მტკვარმა აი სასწაული რასაც ქვია ხო აი კულტურული სასწაული რომ მდინარე განაპირობებს ქალაქის დაარსებას და მერე ეს ქალაქი თვითონ ცვლის ამ მდინარეს ეს გააკეთა მხოლოდ თბილისში სხვაგან ახლა ნუ მიწყენენ ნურს გორელები ნურს ბორჯომელები ნურს ხვები ხო ძირითადად არის ნაგავსაყრელი რაც მერე ჩვენ ვხედავთ ამას ყოველთვის გაზაფხულზე როდესაც წყალდიდობა არის აი ეს როგორ ჩანს ამ მდინარის კალაპოტს იყენებენ ნაგავსაყრელად და მოაქვს უამრავი ბოთლი როდესაც კახშხალს გახსნიან ხოლმე ხო ჩანს ფსკერზე აი ეს ნივთმტკიცება აი ესე ვთქვათ ეს სიბინძურე საბურავები პლასტმასის ნივთები და 1000 რაღაცა სიბინძურე რასაც მტკვარში ყრია. მდინარე მტკვარი, რომლის სიგრძე 1364 კილომეტრია, დედაქალაქში დინების მხოლოდ 20 კილომეტრს გადის. მოუწესრიგებელია მისი სანაპირო ზოლიც მტკვარი ჯერ ფეკალური მასებისგან და გაიწმინდოს. საკანალიზაციო გზები მოწესრიგდეს, ქალაქის შემოსასვლელში კი ნაგვის შემაჩერებელი მოწყობილობა დამონტაჟდეს, რომელიც მდინარეში ნარჩენების შემოდინებას შეაჩერებს. გარემოს დაცვის სპეციალისტები მტკვრის მდგომარეობის შესწავლაზე მუშაობენ და სპეციალურ სინჯებს ატარებენ. იმ კომპონენტებით, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ, ქიმიური დაბინძურება უმეტეს შემთხვევაში არ ფიქსირდება და რაც შეეხება გარკვეულად პერიოდულად მართლაც ხდება ეს ნარჩენების შემოტანა, იცით რა მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამე თვითონ მოსახლეობაზეც არის, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. კანონ პროექტის მიღებით, მონიტორინგის რეგულარული წარმოებით, იმ სტანდარტების დანერგვით, რითაც ხდება ნივთიერებების რაოდენობის შემოწმება, საბოლოო ჯამში მიიღწევა ის, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ თანდათანობით, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროდ ერთ დღეში და ერთ ღამეში ეს ვერ ხორციელდება, წყლის მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა მივაღწიოთ. მტკვრის ხეობას თბილისის ფარგლებში ქალაქის განიავების როლიც აკისრია. მდინარიდან მონაბერი ჰაერი არასასურველი ნივთიერებებითაა გაჯერებული და ისევეა დაბინძურებული როგორც თავად მტკვარი. გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს დღეს თბილისში მტკვრის დღე აღინიშნა და აქციაც მოეწყო. მხატვრობამ მდინარის კალაპოტი მოხატეს და საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. მტკვრის დაბინძურება არის ძალიან პრობლემური, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი საქმით გამოვხატოთ რაღაცა მხარდაჭერა იმის მიმართ, რომ როგორმე უნდა გაუფრთხილდეთ მტკვარს. ვხატავთ თევზებს, რომლებიც სავარაუდოდ მტკვარში ცოტახანში აღარ იქნებიან. აქციის მონაწილეები ქალაქის მოსახლეობას და საზოგადოებას მეტი აქტივობისკენ მოუწოდებენ. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მდინარე მტკვრის დასუფთავების მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. ისე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ თვითონ კომუნისტებს ჰქონდათ მცდელობა რომ ეს მტკვარი რაღაცნაირად დაებრუნებინათ ქალაქისთვის. იგივე კანდიდ ჩარკვიანი ამბობს რომ აი ეს ორთაჭალჰესი რო ავაშენეთო და შეგუბდა ხო წარმოიქმნა ესე 6-7 კილომეტრის სანაოსნო ტერიტორია ხო და ნუ ამის გამოყენება არ შეიძლება რომ ეს არ გამოგვეყენებინაო და ერთი პერიოდი დადიოდნენ კატარღები გლისერები ასე შემდეგ ხო უნდათ მე სადღაც აი თამარ მეფის ხიდთან ჩელუსკილების ხიდთან კიდე მეორე კაშხლის აშენება რომ ეს დაგრძელებულიყო ეს ასე ვთქვათ სანაოსნო ადგილი და ბილეთები გაეყიდა ტურისტების მაგრამ ნუ არ გამოვიდა იმის გამო რომ პრობლემა აქვს მტკვარს რომ შეგუბდა ეს წყალი ზაფხულში ფუჭდება ნუ მოკლედ თვითონ ამბობს ტექნიკური პრობლემების გამო იქ ბილეთებს არ ყიდულობდნენ და რაღაც ხო იმიტომ რომ და ისეთი გახდა უკვე სანაპიროები რომ შეიძლება ხალხს აღარ აინტერესებს რა უნდა დაათვალიეროს და აი ამის ის მითკიცებათ ასე ვთქვათ
ამის ყვალა შემორჩენილი არის აი ეს დაჟანგული კიბეები, ეს ბოღაზების ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. ერთი პერიოდი მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყენებდნენ ნიჩბოსნები, აქ რაღაც სპორტსმენები ვარჯიშობდნენ, ეგეც აღარ არის. ახლა რომ მოვდიოდი აქ ჩაწერაზე, ხო, რაღაც ეს კატარღიანი ბორანი თუ ტივი და მოძრაობდა და ტურისტებს როგორ ჩანს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ აქედან არაფერი აღარ ჩანს, მტკვრიდან აღარაფერი არ ჩანს და ვეღარაფერს ვეღარ ანახებ. ნუ ახიდებს თუ ანახებ და მეტეხის ბუნებრივია იმ ულამაზეს პლატო, სადაც ეს სახლები არის გამწკრივებული. მაგრამ მაინც ეს წყლის სტიქია იმდენად კარგი არის თან ქალაქში, რომ მაინც ტურისტს ეს ურჩევნია. მოსწონს ეს, რაღაც სხვა თავგადასავალი არის. ისევ და ისევ გეუბნებით ახლა რომ აქ დავეშვათ ჩვენ, რას დავინახავთ, აი ამ კედლების გარდა ალბათ ვერაფერს ვერ დავინახავთ, ხო? წიგნზე მინდა კითხო, ეს ფაქტიურად არის მართლაც ილუსტრირებული ბიოგრაფია მტკვრის და შეიძლება ითქვას თბილისისაც. ძველი ფოტოები, რომელიც არის ამ წიგნში, ეს როგორ მოიპოვე იქნებ? ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნს ყავს ორი ავტორი. ერთი მე ვარ და მეორე არის გოგა ქართველიშვილი, რომელმაც აი ეს ფოტოებით აი საოცრად ლამაზად გააფორმა. მე ახლა აქ რომ მოვდიოდი ჩაწერაზე, მეც გადავავლე თვალი, ხო? აი რომელ გვერდზეც ხარ და კითხულობ, ხო, შესაბამისი ფოტო არის. აი წერია როგორ ანგრევენ სიტყვაზე ქარვასლას, ხო? და იქ არის ქარვასლის ნგრევის ფოტო. არის ლაპარაკი წყალსადენზე, არის ფოტო საილუსტრაციოდ ეს როგორ შენდება წყალსადენი. დიდი მადლობა გოგას ამისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ეს ფოტომასალა მაინც არის შემორჩენილი. ფოტომასალა ეს გადაგვრჩა. თუმცა იყო ცდელობა, აი ვახტანგ ბერიძე თავის მოგონებებში წერს, რომ მივედიო და მაშინდელ ხელმძღვანელობას ალბათ კანდიდატ ჩარკვიანს ვეხვეწეო, რომ აი ჩუღურეთის ამ იმას თვალწარმტაც იმას შენობებს, რომელიც ტყვიდან იყო ამოსდილი, რო ანგრევდნენ, ვთხოვეო, რომ ერთი პატარა უბანი მაინც დავტოვოთ, რომ ტურისტებისთვის და იმისთვის, მაგრამ კატეგორიული ვარი იყო ნათქვამი, ვიცით როგორც დამთავრდა ეს ამბავი, აი იმას სამუზეუმო ექსპონატებს და რაღაცნაირად გადარჩენას ძველი თბილისის ფრაგმენტებისას არჩივეს აი ეს სატრანსპორტო მაგისტრალის აშენება. იყო რომ ყოფილიყო სატრანსპორტო მაგისტრალი. ეს იყო მთავარი. ბედნიერების ნიშანია. ბედნიერების? ხო, ჩვენი ბედნიერების. ეს იმდენად თვალსაჩინო შეცდომა იყო, რომ ამაზე ხო აი ესეთი რუსულად არის ეს წიგნი, საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა, ეს კვირკველია და მგალობლიშვილი ყავს ავტორი. იქ აი ხაზგასმით რამდენჯერმე არის ამ წიგნში ნათქვამი, რომ მისასვლელებია საჭირო მტკვრამდე. ეს ბუნებრივია უკვე ამ ფორმით არსებობდა, ეს არის სადღაც 70-იან წლებში დაწერილი წიგნი არის. ახლა შეიძლება ალბათ რაღაცის მოფიქრება, არ ვიცი როგორ ხდება ამ სპეციალისტების. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანაპირო გადაიქცა ტრასად. კი, ყვარს არა აქვს პრინციპში სანაპირო. ის რომ არის ეს თვითონ ყურშით ჩაგვესმის, ხო, საბჭოთა პერიოდის რომ აი სტალინის სანაპირო და ეს და გინახავთ ვინმე იქ რო საირნობდეს, აი სიტყვაზე აქედან რო წავიდეთ ჩვენ და მივიდეთ გალაქტიონის ხიდამდე, მარჯანიშვილის ხიდამდე. არავინ, იმიტომ რომ წარმოუდგენელ ვერ გადახვალ, ვერ მოხვდები ამ იმასთან, დინარესთან საერთოდ. და განტვირთა მოძრაობა, ანუ ისევ ტრანსპორტის ბალია ყველაფერი. განტვირთა ბუნებრივია, განტვირთვა. აი ახლა პრობლემაც ეგ
არის რომ ეს სანაპირო უკვე 100-ია აწყობილი ქალაქი, ეს სანაპირო რომ ჩაიკეტოს ან რაღაც ამიტომ ვამბობ რომ სპეციალისტების ხანგრძლივი ფიქრია საჭირო ეს რომ ჩაიკეტოს სრული კოლაფსი ექნება ქალაქს. ჩვენ ვიცით ხომ ხედავთ რომ ოდნავაც კი რო გაწვიმდება რამხელა პრობლემები ექნება ამ სატრანსპორტო ნაკადს. ფაქტიურად ქალაქი კვდება და 24 საათი არის ეს პიკის საათი და გაუსაძლისი მოძრაობა. და სხვა შორის წყალდიდობები რომელიც ასევე ხშირად ხდება. ჩემ ბავშვობაში სკოლაში ვერ წავედი, რადგან მტკვრისპირას ვცხოვრობ. ეს მტკვარის ტიპი არის ესეთი. აფრიკის გაზაფხულმა შხაპინოსუნებს ჩვეულებრივ წყალდიდობა მოსდევს ხოლმე. მაგრამ 1938 წლის გაზაფხულის წვიმები არ გავდა ჩვეულებრივ. წყლის დონემ მტკვრის კალაპოცის სახიფათო დაიწია. ბეტონის ჯებირებიც ვერ მოთოკეს გამდინარებული მდინარე. წყალი გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ქუჩები, მოედნები, მთელი უბნები. წყალი დაუპატიჟებელი სტუმარივით შევიდა სახლებში. წყალდიდობა ყოველთვის იყო, ესე იგი, თბილისის პრობლემა, მაგრამ ჩვენ აი დასაწყისშივე რო ვთქვით, რომ მტკვრის კალაპოტი იყო სამჯერ უფრო განიერი, ვიდრე ახლა არის, ეს ამის გამოც იყო, რომ ეს იყო მისი ბუნებრივი არეალი და იქ ყველა მიცოდა, რომ იქ სახლი არ უნდა ეშენებინა. აი მტკვარს გამოსტაცეს, ასე ვთქვათ, რიყეც ადრე კუნძული იყო, როგორც მადათოვის კუნძული და მერე ნუ რაღაცნაირად ისაქნეს და გამოსტაცეს მტკვარს და ნუ ეს ყველა იყო შეგუებული, რომ გვიან გაზაფხულზე, მაისში, ზაფხულში, ივნისში ამ რიყეს ყოველთვის წყალი დაფარავდა და ისე იყვნენ გადაწყობილი მათი ცხოვრებას, შენობები ისე იყო აშენებული და ემზადებოდნენ. აი ახლა ერთადერთი ქარვასლა, რომელიც მტკვრის სანაპიროზე იყო და გადარჩენილია, სადაც თბილისის მუზეუმი არის, ეს არწმურის ქარვასლა, ეს ახლა მისი ნაწილი არის მიწისქვეშ, ხო? და დაახლოებით რაც ზემოთ ჩანს, იმის ნახევარი არის მიწის ქვემოთ. ეს იყო გაშიშვლებული, ეს იყო ჯებირივით იყო, ესე იგი მტკვრის პირას. ანუ შენობა ისე იყო აშენებული, ხო? წყალი რო ადიდებოდა, ამ შენობას არ შეუქმნიდა პრობლემას. ასე იყო სხვა ქარვასლებიც აშენებული, რომელიც ასე დამცავი ჯებირის როლსაც ასრულებდნენ. ანუ მოსწეს და მაინც ბედი ჩვენი რომ გადარჩა ეს არწმურის ქარვასლა, რომელიც აი მალე ალბათ 200 წლის გახდება, სადღაც 20-იან წლებში არის 19 საუკუნის აშენებული ულამაზესი შენობა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის, როგორი იყო ქარვასლა, როგორი სავაჭრო სივრცე იყო და ასე შემდეგ. ნუ რატომ არ უნდა იყოს? იყო რამოდენიმე და არც ერთი არ არის. საღი შენობები აგურ დაანგრიეს იმის გამო, რომ უნდა აშენებული იყო. ასევე არაფრის გამო დაანგრიეს ეს ვანქის ულამაზესი ეკლესია, სამგუმბათოვანი, რომელიც დაანგრიეს არაფრის გამო. ფოტოები გვაქვს. ფოტოები ბუნებრივია, ფოტოები არის არა მარტო როგორი იყო, არამედ როგორ ანგრევდნენ იმის ფოტოებიც არის, ეს ჩვენ წიგნშიც არის ეს ფოტოები და აი ეს ისტორია, რომელიც ახლა გავიხსენე, ხო, ესეთ ანეკდოტური არის, არ ვიცი ეს არცადეს მე არ წამიკითხე, მე გადმოცემით ვიცი, რომ თითქოს იმ ანასტას მიქოიანმა მიწერა ლავრენტი ბერიას მოწერა, რომ აი ესეთ მშვენიერ შენობებს რო ანგრევთ და ნაგებობებს რო ანგრევთ, როგორც ვანქის არის, უკეთეს რას აშენებთ და ნუ ცინიკურად უპასუხა, რომ კომუნისტს ვაშენებთ, რას უნდა ვაშენებდეთ.